დაახლოებით 5 წელია ვარ ქართულ პოლიტიკაში და ამ 5 წლის განმავლობაში 10,000-ობით ადამიანი მგულშემატკივრობს, ხმას მაძლევს და ხმას აძლევს ჩემ მთავარ ბრძოლას სამართლიანობისთვის, მათ შორის სოციალური სამართლიანობისთვის. სამართალი მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ გამოიხატება. სამართლიანობა ასევე გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა და შესაძლებლობა, რომ ის იამოვნოს იმით, რასაც ეს ქვეყანა გვაძლევს და ეს არ იყოს მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფისთვის გამოყოფილი. 10,000-ობით ადამიანი მოსდევს ამ საკითხს და ამ დღის წესრიგს გულშემატკივრობს. ამ ხალხში ხართ ის ადამიანები, რომლებიც ახლა არიან დასასვენებლად, რომლებსაც აქვთ აგარაკები, ბიზნესმენები, მდიდარი, შეძლებული ხალხი. არის ასევე ის, რასაც ეძახიან საშუალო კლასი, არიან სტუდენტები, არიან მშრომელები, ასევე არიან სოციალურად დაუცველები. მე, როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ ვიყო ყველა თქვენგანის ხმა. მე ვერ ვიქნები მხოლოდ იმ ადამიანების ხმა, რომელთაც აქვთ საშუალება იყიდონ კონდიციონერი, დატკბენ სიგრილით და დატკბენ მშვენიერი ქართული ზაფხულით. მე უნდა წარმოვადგენდე ყველა ამ ფენას და მეცაც გეტყვით, მე თავს ვალდებულად მივიშნე, რომ წარმოვადგენდე ყველა ამ ფენას.